ჯვარის სულიერი מחვილია, რომელიც არღვევს ცოდვასთან შერიგებას. ჯვრის სულიერი თაყვანისცემა ჩვენი ყველა წყენის მიტევებასა და დავიწყებას ნიშნავს. ეს არის საკუთარ ვნებებთან, ამპარტავნებასთან, სიამაყესთან ბრძოლა. უკანასკნელ ხალხს მრავალი ჯვარი აღიმართა ჩვენს რაიონში. 28 სექტემბერს ხაშურში კიდევ ერთი ჯვარი ეკურთხა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე იობის მიერ, რომელიც ნოზაძეების საგვარეულოს უდიდესი ძალისხმევითა და მატერიალური შემწეობით აიგო. ჯვრის აღმართვა, რომელიც 9 მეტრის სიმაღლისაა, მეუფემ ნოზაძეების გვარს მიანდო და ინიციატორების სიმონ ნოზაძის, ამირან ნოზაძის, ზაურ და გიორგი ნოზაძეების, გივი, ამირან და ჭაბუკა ნოზაძეებისა და მათი საგვარეულოს სხვა მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა შემწეობით საქართველოს ცენტრში, ხაშურში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შესანიშნავი ჯვარი აღიმართა. იდეა ამგვარად დაიბადა, მეუფე იობმა ჩვენს გვარს დაავალა, ასე ვთქვათ, თავის მრევლს, რომ ამ შესანიშნავ ადგილას პრაქტიკულად საქართველოს ცენტრში აღმართული იყო ჯვარი. მე დიდ პატივად ჩავთვალე ეს და შარშან ნოემბერში ჩაიყარა ფუნდამენტი და ივლისში დასრულდა. ჩემის აზრით ნამდვილად საამაყო არის და მე ვიცი რომ ეს არა მარტო ნოზაძეებისთვის, არამედ ხაშურისა და მთლიანად მთელი საქართველოსთვის იქნება შემწე. ჩვენ ძალიან გახარებულებიც ვართ, ამასთან ერთად დიდი მადლით და რწმენითა ვართ მოსულები. და მეთქნას დავით ჩვენი დიდი ნებაა და დიდი სურვილია და ალბათ ვილოცებთ ყველა დღეს იმისათვის რომ ჯვრის მადლი ფარავდეს მთლიანად ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ხაშურს. ქალაქში აგებული ჯვრის კურთხევას უამრავი ადამიანი დაესწრო, რომლებიც დიდი მოწიწებით ედეთქვენ ჯვარს. მეუფემ ისინი დალოცა. დამსწრეთა შორის მრავლად იყვნენ რაიონის პასუხისმგებელი პირნიც. მნიშვნელოვანი დღეა დღეს ჩვენი ქალაქის ისტორიაში. ყველა ხაშურს მოგსწრაფ დღევანდელ დღეს. ის ამოცანა და მიზანი, რომელიც ჩავიფიქრეთ და იცით თქვენ, ამის შესახებ ფიქრობ კიდევ. დღეს დიდი დღე არის ხაშურის რაიონისათვის. იკურთხა ჯვარი, რომელიც შეიძლება ითქვას საქართველოს ცენტრში დაბრძანდა ღვთის განგებით და ნოზაძეების გვარის თაოსნობით. ეს არის უდიდესი საქმე. შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ძალების შემომატება არის და როგორც აღნიშნეთ, ჯვარი ეს არის ძალა ღვთისა და ღვთის ძალა ყოველგვარ ბოროტებას, სულს განდევნის, ისევე როგორც ჩვენთვის წმინდა არის ტაძარი, ეკლესია, ასევე წმინდა არის ხატი, ჯვარი და შეიძლება ითქვას, რომ აი მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა წელიწადში ერთი დღე ჯვარის თაყვანისცემის დღე. და სწორედ ჯვარის თაყვანისცემის კვირიაკეში იკურთხა ეს ჯვარიც. ჩვენ თაყვანი ვეცით ამ ჯვარს, მთელი რაიონის მოსახლეობა მართლმადიდებელი ქრისტიანები მობრძანდნენ და კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი ქრისტესნი. როგორც საგალობლებში წერია, აღიმართება ჯვარიო და შემოკრბებიან ქრისტესთვის ერთგულნიო. და აი დღეს ქრისტესთვის ერთგული ხალხი შემოკრბა, მოგროვდა და კიდევ ერთხელ თაყვანი ვეცით ცხონისმყოფელი ჯვარს, რომელიც მართლაც ჩვენი ძალა არის, ძალა გამარჯვებისა და შეიძლება ითქვას, რომ აი ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ქრისტესადმი ერთგულება, ჩვენი სარწმუნოების, მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგულება და სიმტკიცე გამოჩნდა. ღმერთმა დააგლოცო და ჯვრის ძალა შეეწიოს ხაშურს, ხაშურელებს და სრულიად საქართველოს. დარუსული იყავ. ხომ მოგეცით ხალხი? არ მოგეცია.